არ ვიცი შევძლებ თუ არა ამას სერიოზული სახით თქვა, მაგრამ Black Lives Matter-ის ლიდერებმა პრესკონფერენცია გამართეს, რათა განეხილათ აბსოლუტური კრიზისი. მოითმინეთ. ეს ხუმრობა იყო, რომელიც Netflix-ის სპეციალურ გადაცემაში თქვეს. თუ ეს არ არის მათი მცდელობა, რომ უფრო აქტუალურები იყვნენ, როცა გაქრობის პირას არიან, მაშინ არ ვიცი რა არის. მაგრამ კი მეგობრებო, ეს ნამდვილად რეალურია. კიდევ ერთხელ, ეს სახუმარო არ არის. დღეს აქვთ, რათა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ ჯორჯ ფლოიდზე საშინელი, საზიზღარი ხუმრობა გაკეთდა. ჯორჯ ფლოიდზე საზიზღარი ხუმრობა გაკეთდა, როგორ გაბედეს? ეხლა ყველამ ვიცით, რომ ჯორჯ ფლოიდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფიორა იყო, რაც კი ოდესმე მომხდარა. კარგი, ამ ეტაპზე არ ვიცი სხვანაირად როგორ ავხსნა ეს, მაგრამ მოდი ერთი წამით ვისაუბროთ ამ ხუმრობაზე და შემდეგ დავბრუნდეთ, რომ ნახოთ ეს საშინელი რამ რაც მოხდა. სხვათა შორის მოგესალმებით გადაცემაში Pushback-ი, მე მირაკი ვარ, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ დააჭირეთ გამოწერის ღილაკს, რომ ამ ვიდეომ მეტი ყურადღება მიიპყროს და გავაკეთოთ ის, რასაც ვცდილობთ. და მოკლე მადლობა ჩვენს სპონსორებს. კალცი, რომელიც ფაქტობრივად პროგნოზების საფონდო ბირჟაა და ყველაზე დიდია შეერთებულ შტატებში. და აქ არის ადგილი, სადაც ყველა საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რას ფიქრობენ ადამიანები სინამდვილეში, რა ხდება. ნაშასე Netflix-ის სპეციალური შოუ, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, არის Kevin Hart-ის Roasting. და ადამიანები მსჯელობენ, გახდება თუ არა ეს Netflix-ის მთავარი გლობალური შოუ ამ კვირაში, თუ უბრალოდ კიდევ ერთი შოუ იქნება. და რატომ მაჩვენებ ამ გრაფიკს? რატომ მაინტერესებს? ხო, იმიტომ რომ სინამდვილეში არავის განსაკუთრებით არ აინტერესებს ეს Netflix-ის სპეციალური შოუ. როგორც ხედავთ, მისი ჩვენება იმდენად დაბალია, რომ ალბათ 1%-ის შანსიც არ აქვს, რომ ამ კვირაში Netflix-ზე ასე შოში ნომერ პირველი შოუ გახდეს. და მიუხედავად ამისა, Black Lives Matter-ის მოძრაობის წევრები ძალიან დაჟინებით თვლიან, რომ აუცილებლად უნდა გაიმართოს პრესკონფერენცია ამ საკითხის განსახილველად. სხვათა შორის, აუცილებლად ჩამოტვირთეთ კალშის აპლიკაცია და გამოიყენეთ კოდი MIR, რომ მიიღოთ $10, როცა $10 ვაჭრობთ. კალში იწერება KAL-SHI. დააფიქსირეთ თქვენი პროგნოზი ფულით. მაგრამ გოგოებო, ამაზე საკმარისია. მოდით რეალურად ნახოთ, რაზეა ეს ხუმრობა და რატო იგზნო ამ ხალმა ასეთი ძლიერი საჭიროება, რომ ასე აღელდა. აქვთ, რომ გავიხსენოთ ჯორჯ ფლოიდი მისი სასტიკი მკვლელობიდან მე-6 წელს, რომელიც მინეაპოლისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოხდა. ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ განიცდის მწუხარებასა და ტრაუმას. ჩვენ საზოგადოებაში გვყავს ახალგაზრდები, რომლებიც მაშინ ბავშვები იყვნენ. ახლა ისინი მოზარდები არიან. მათლა უნდა ვთქვა ცოტა სასაცილოდაც კი მეჩვენება, რომ მათ არ შეუძლიათ წინ წასვლა. უბრალოდ ვერ ახერხებენ წინ წასვლას. ჯერ კიდევ ებრძვიან პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შედეგებს. და იმის ნაცვლად, რომ ჩვენ საზოგადოებას მშვიდად ეცხოვრა, მშვიდად დაეგლოვა და ეზეიმა ჯორჯ ფლოიდი, Netflix-ის კომიკოსები ამცირებენ ჯორჯ ფლოიდის სასტიკ მკვლელობას. კარგი, რამდენიმე რამ აქვს სათქმელი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის მკვლელობა ცუდია. და ჩვენგან არც ერთი არ იზეიმებდა ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს, რადგან არ მოგწონს, როცა ადამიანები კვდებიან. ძალიან მარტივია. მაგრამ იმის წარმოდგენა თითქოს Black Lives Matter-ის პროტესტები მშვიდობიანი იყო. იმის წარმოდგენა და ვიმეორებ. ჯორჯ ფლოიდის მშვიდობიანად აღნიშნა. ისინი უბრალოდ მშვიდობიანად სურთ ამის გაკეთება. მოვიტყუებთ თავს, რომ ასე მოხდა. უბრალოდ მოვიტყუებთ თავს. და ასევე, მოვიტყუებთ კიდევ ერთ რამეს. ის ფაქტი, რომ მათი შვილები ჯერ კიდევ სერიოზულ ტრავმაში არიან იმის გამო, რაც მოხდა, გამოწვეულია Black Lives Matter-ის მოძრაობით, რომელიც ცდილობდა და ცდილობს ჯორჯ ფლოიდის საქმე მუდმივად აქტუალური იყოს. კიდევ ერთხელ, ის ფაქტი, რომ ის მოკლეს, ან მკვლელობის მსხვერპლი გახდა, საშინელება. მე არ ვამბობ, რომ ასე არ არის. და არც იმას ვამბობ, რომ პოლიციის ძალადობა ზოგჯერ არ ხდება. თუმცა პირადად მე არ ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს მოხდა ამ ამბავში. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მე ვიცი დაახლოებით 15 სხვა ამბავი, უფრო მძიმე ძალადობის შესახებ სხვა ადამიანების მიმართ, რომლებიც არც ჯორჯ ფლოიდი იყვნენ და არც იმას აკეთებდნენ, რასაც ჯორჯ ფლოიდი აკეთებდა სიკვდილამდე. და არც ერთ მათგანს არ მიუღია ასეთი ყურადღება. მაგრამ იცით, ესეთია ეს სამყარო. როგორც არ უნდა იყოს, ის ძალიან აღელვებულია, რადგან Netflix-ი როგორ გაბედა Netflix-მა ეს? ვერ ვითმენ, როდის უნახავ ამ ხუმრობას მეგობრებო? ვერ ვითმენ, რადგან ეს ალბათ ყველაზე საშინელი რამ უნდა იყოს, რაც კი ოდესმე გინახავთ, რომ ამის გამო სერიოზული პრესკონფერენცია უნდა გამართონ მეგობრებო. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ როცა რევოლუციას თავის გადარჩენა სჭირდება, ისინი ცდილობენ, რომ აქტუალურები იყვნენ და ყველგან საკუთარი თავი წარმოაჩინონ. დავდებ თავს, რომ ამ ვიდეოს უმეტესად განსაკუთრებული ადამიანები უყურებდნენ. და როგორც კალაშში ვნახეთ, ამ შაბათ-კვირას ბევრი ადამიანი ამას არაფირებს. ისინი უბრალოდ გაიცინებდნენ, რადგან კომედიაა და შემდეგ გააგრძელებდნენ ცხოვრებას.
ამის ნაცვლად ეხლა მთელი აურზაური გვაქვს ამ თემაზე, რომელსაც ის უბრალოდ იმიტომ ქმნის, რომ ყურადღება უნდა რომ ისევ აქტუალური გახდეს. არა იმიტომ, რომ ვინმეს მართლა აინტერესებდა ეს ხუმრობა, რადგან აი საიდუმლო მეგობრებო. კომედიურ სპეციალში ადამიანები ისეთ რაღაცებზე ხუმრობენ, რაზეც წესით არ უნდა ხუმრობდნენობდნენ, რადგან სწორედ ეს არის კომედიური სპეციალის არსი. თუ ადამიანები მხოლოდ იმ რაღაცებზე იხუმრებდნენ, რაც ჩვეულებრივ სასაცილოა, ეს დიდამბად არ აღიქმებოდა. ჩვენ გვყავს Netflix-ის კომიკოსები, რომლებიც George Floyd-ის სასტიკ მკვლელობაზე ხუმრობენ. ეს მიუღებელია და უსინდისობაა. Tony Hinchcliffe-მა გააკეთა გროტესკული ხუმრობა და თქვა: "კარგი, არ მინდა რომ მან გააფუჭოს ეს, რადგან დარწმუნებული ვარ, რასაც არ უნდა გააკეთოს, ეს არ იქნება ისეთი სასაცილო, როგორც თვითონ ხუმრობა." ეს არის კევინ ჰარტის დაცინვის შოუ, მათთვის, ვინც არ იცის რა არის ეს ფორმატი. ისინი სვამენ ცნობილ ადამიანს სკამზე. მოჰყავთ უამრავი კომიკოსი, რომ თქვან მის შესახებ ყველაზე საზიზღარი რაღაცები, რაც შეუძლიათ. და ამ ადამიანს უბრალოდ უწევს, უხერხულად იჯდეს და სიცილით გადაიტანოს ეს ყველაფერი. ეს არის მკითხებლება იმისა, თუ რამდენად გულისამრევია ჰოლივუდი. და ამას კეთვით. სრულიად არ მაქვს სურვილი ოდესმე როუსტის სკამზე დავჯდე. ფიქრობ ეს საშინელებაა, ამას ვერასდროს გადავიტან. ძალიან ნაწკანდები, როცა ვინმე პირადად მაცკანინებს. მაგრამ მოდი ვნახოთ, როგორ მიიღებს ამას კევინ ჰარტი, რადგან კევინ ჰარტი შავკანიანია, ამიტომ თუ რამე შეურაცხყოფელია, ძალიან უნდა ეწყინოს. კარგად გააკეთე, კევინ. შავკანიანთა საზოგადოება ახლა ძალიან ამაყობს შენით. ჯორჯ ფლოიდი ქვემოდან გვიყურებს და ისე იცინის, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. კარგად გააკეთე, კევინ. შავკანიანთა საზოგადოება ახლა ძალიან ამაყობს შენით. ჯორჯ ფლოიდი ქვემოდან გვიყურებს და ისე იცინის, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. კარგი, ეს იყო ხუმრობა, რატო? იმიტომ რომ ის კისერზე დაახჩვეს და სუნთქვა ვერ შეძლო, ასე გარდაიცვალა. უპატივცემულობა? კი. სასაცილოა, არც ისე. ეს დიდი ამბავია. ეს ზუსტად ისაა, რასაც როუდიდან ელოდებოდით. თუ ჯორჯ ფლოიდს ჩართავდით მასში. მოდი ვნახოთ რა სიტყვის ის. ამბობს, რომ George Floyd-ი ქვემოდან გვიყურებს, იცინის და ვერ სუნთქავს. გითხარით, რომ ხუმრობას გააფუჭებდა. გაგაფრთხილეთ, რომ ამ ხუმრობას გააფუჭებდა, იმიტომ რომ მართლა უნდა ახსნა. იმედი მაქვს არა. იმედი მაქვს არ მომიწევს. როცა ეს ვიდეო ინტერნეტში ვნახე, გული ამერია. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დღეს განვაცხადოთ. კევინ ჰარტის Netflix-ის roast-ზე პასუხი უნდა აგონ. გულის ხობეს ცოტა მოსაწყენი და ცოტა საცოდავი არ არის. ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს. მოდი დანარჩენსაც ვნახოთ. ამიტომ ეს იყო ხუმრობა, კარგი? ეს იყო ადამიანი, რომელიც მიწაზე იწვა და დედას ეძახდა. თელი მსოფლიოს ფოლცი და რომ არა, ახალგაზრდა ქალის მიერ გადაღებული ვიდეო, ჯორჯ ფლოიდი უბრალოდ კიდევ ერთი სახელი იქნებოდა, რომელზეც გავივლიდით და ჯორჯ ფლოიდისთვის სამართლიანობა არ იქნებოდა. ტონი ჰინჩკლიფს ჯორჯ ფლოიდზე ხუმრობა უწევს, რადგან მას საერთოდ არ აქვს მასალა. ჩვენი მოკლაც კი საკმარისი არ არის. მათ რეპუტაციაც უნდა გაუნადგურონ. ისინი მართლა ვერ წყვეტენ მსხვერპლის როლში ყოფნას. უბრალოდ ვერ ვეგუები ამას. ეს მოსაწყენია, სამწუხაროა და საცოდავია. მოусმინე ადამიანების სიკვდილი ტრაგედია. ჩვენ ამას პრობლემა არ გვაქვს. მაგრამ კომედიურ შოუს არ სჭირდება მთელი პრეს-რელიზი იმისთვის, რომ განიხილოს, რამდენად ტრაგიკულია, როცა შავკანიან კომიკოს დასცინეს და შავკანიან თემებზე იხუმრეს. მე რამე ხო არ გამოვჩა? რამე ხო არ გამოვჩა? შენ ხო არ გამოვჩა რამე? აქ რა გამოვჩა? და როცა ამაზე უხერხულად გძნობენ თავს, უნდა იხუმრონ ამაზე, რომ თავი უკეთ იგძნონ. ხუმრობა ჯორჯ ფლოიდზე იყო იმისთვის, რომ თეთრკანიან ბიჭს თავისი თეთრკანიანობა უკეთ ეგრძნო. არა, ეს ხუმრობა იყო შავკანიანებზე და კევინ ჰარტზე, იმიტომ რომ ის შავკანიანია და ეს კომედიური როუსტი იყო. შავკანიანთა საზოგადოება ალბათ ამაყობს შენით. George Floyd-ი ქვემოდან გიყურებს. ეს ცხოვრებაში არ მომისმენია. და მერე ვამბობთ, ბებია ზემოდან გვიყურებს, ხომ ასეა? ანუ როცა ამბობ, რომ ვიღაცა ზემოთ იყურება, ცდილობ მიანიშნო, რომ ის ჯოჯოხეთშია. დიახ ბატონო, ეს. დიახ, სწორად მიხვდით, ზუსტად ამას აკეთებდა ტონი. ფიქრობდა ხომ იცით, როგორ ვანიშნო, რომ ის ჯოჯოხეთშია, როგორ გავაკეთო ეს. როგორ შემიძლია, როგორ მივიღო Black Lives Matter-ის პრეს-რელიზი. ეს მინდა. და ეს არის ამ ვიდეოს აზრი, რადგან ყველაფერი თქვენ გეხებათ. ზუსტად ამაზე იყო კევინ ჰარტის კომედიური Netflix-ის სპეციალური შოუ. ყველაფერი თქვენ გეხებოდათ.
ასე რომ სინამდვილეში მადლობა უნდა გადაუხადოთ მას, რადგან სწორედ ამ კომედიური შოუს წყალობით მოახერხეთ კიდევ ერთხელ ყურადღების ცენტრში მოხვედრა. რა მოსაწყენია. მადლობა ამ საკითხზე ყურადღებისათვის.